ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ქორეოგრაფ დავით გოგოლაძის საიუბილეო საღამო გაიმართა. Ყველასათვის კარგად ნაცნობმა და საყვარელმა ქორეოგრაფმა დაბადებიდან 60, მოღვაწეობიდან კი 40 წლის იუბილე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებაში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ყველა შემოქმედებითი კოლექტივი მონაწილეობდა. შესრულდა 20-მდე ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომერი. საიუბილეო ღონისძიება დავით გოგოლაძის მოღვაწეობის ამსახველი ვიდეო რგოლით გაიხსნა. მაყურებელმა მის მიერ დადგმული ქორეოგრაფიული ნომრები და სამსახიობო მოღვაწეობის ამსახველი ვიდეო კადრები იხილა. დიდი მადლობა მინდა ყველას გადაუხადო. აი ყველა მონაწილეს, პატარა ბავშვებს, მათ მშობლებს, რომლებიც აზიარებენ ამ ლამაზ ქართულ ხელოვნებას, გაალამაზეს დღევანდელი ჩემი საღამო. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ მარინას ამ დიდი შრომისთვის, დიდი პატივი დამდო. მინდა კულტურის სახლის, კულტურის ცენტრის ყველა მონაწილეს, ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადო ამ ლამაზი საღამოს შექმნისთვის. საიუბილეო საღამოები რატომღაც ამ ბოლო დროს ძალიან ნაკლებად ტარდება და რაღაცა სპონტანურად წამოვიდა თითქოს გადავწყვიტეთ და აი დღევანდელი საღამოც მე მგონი შედგა. აბსოლუტურად ყველა კოლექტივმა, რომელიც კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მუშაობს, ყველა მხარი დაუჭირა ამ მოწოდებას. ღვაწლმოსილ ქორეოგრაფს იუბილე მიულოცეს მეგობრებმა პავლე მარტიროსიანმა, დალი ქასაშვილმა, რობერტ ნადირაძემ, ზანგურ ანდღულაძემ და თემურ ხაჩიძემ. დავით გოგოლაძეს 60 წლის იუბილე ასევე მიულოცეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომლებმა და დირექტორმა ნუნუ ხოლუაშვილმა. საღამო მუსიკალურად ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა ბორჯომმა გააფორმა. ულოცავ დავით გოგოლაძეს 60 წლის იუბილეს და 40 წლის მოღვაწეობის იუბილეს. ერთად გავიარეთ ეს გზა, როგორ გითხრათ, ძალიან ბევრჯერ ვიყავით ერთად საზღვარგარეთ. ყველგან ხელმძღვანელი დათო იყო, ცეკვის ანსამბლის და სიმღერის ვიყავი მე და ეს წლები ერთად გავიარეთ. კარგი მეგობრობა, ძალიან ჩემი კარგი მეგობარია. დღეს მართლაც საზეიმო ვითარება ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში. იუბილეს აღნიშნების კარგი პიროვნების ქორეოგრაფი როგორც ბატონი დავით გოგოლაძე არის. მან ეს სიყვარული დაიმსახურა თავისი მართლაც უნციდრო მოღვაწეობით და მართლაც ამ საქმის კარგი ცოდნით. გუსტური ჯანმრთელობას, სიკეთეს, ბედნიერებას თავის საქმეში ახალ წარმატებებს კიდევ მრავალი თაობა აღიზარდოს და გამოეყვანოს ბორჯომის სცენაზე თუ სხვაგან. მე მართლაც პატივს ჩემს შემოქმედებას და იმედი მაქვს და მომავალშიც გავაგრძელებს თავის მოღვაწეობას. ბატონ დავითს მართლა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ბორჯომის რაიონში, ჩვენს მუნიციპალიტეტში, ქართული ხელოვნების, ქართული ქორეოგრაფიის წინსვლაში, განვითარებაში და ძალიან მნიშვნელოვანი და მე მინდა ყველას მადლობა უთხრა იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს ეს ბატონ დავითის გავსი ფორმით მიელოცა და გამოეხატათ მისადმი და მისი ნაღვაწისადმი მადლიერება და ჩვენ ალბათ ყველამ სასურველია თუ ხშირად დავაფასებთ ჩვენს ხეობელებს, ჩვენს ღირსეულ ადამიანებს და გამოხატას ელემენტარულ სითხოვს, სიყვარულს და პატივისცემას. დავით გოგოლაძის საიუბილეო საღამოს ორგანიზება ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა გაუწია.